ლანდონ ნორისმა 2025 წლის ჩემპიონატის დასაწყისი. უпростоრედ მისი პირველი 10 რბოლა არც თუ ისე დამაჯერებლად ჩაატარა. იმის მიუხედავად, რომ მისი თანაგუნდელი და მაკლარენის ბოლიდი ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ. 10 რბოლიდან მხოლოდ 2 პოული და 2 გამარჯვება. ამავე პერიოდში პიასტრიმ 4 პოული და 5 რბოლა მოიგო. ჩემპიონატის ეს მონაკვეთი ლანდომ ოსკართან ორივე მაჩვენებლით 6-4 დათმო. ჰქონდა საკმაოდ ბევრი შეცდომა განსაკუთრებით ისეთ მომენტებში, როცა ზღვარზე პილოტაჟი იყო საჭირო. სწრაფ საკვალიფიკაციო წრეებზე და ორთაბრძოლების დროს. ამ შეცდომების გამო ბრიტანელს ბევრი კრიტიკა შეხვდა, მაგრამ ყველაფერს ჰქონდა თავისი ლოგიკური ახსნა. ბოლიდისგან არასაკმარისი უკავშირის გამო მასთან საერთო ენის გამონახვა უჭირდა. ლანდოსთვის გადამწყვეტი კანადის გრან-პრი აღმოჩნდა. ერთდროულად ცუდიც და კარგიც. ცუდი ის იყო, რომ თანაგუნდელს დაეჯახა, რბოლას გამოეთიშა და კინაღამ ისიც თან გაიყოლა. კარგი ის იყო, რომ მაკლარენმა კანადაში განახლებული წინა დაკიდება ჩაიტანა, რომელმაც საბოლოო ჯამში ნორის ბოლიდის შეგრძნებები და თავდაჯერება დაუბრუნა. მის თანაგუნდელს დაკიდების განახლებული ვერსია არ მოეწონა და ვარჯიშების შემდეგ მის პირვანდელ ვარიანტს დაუბრუნდა. განსხვავება ძველი და ახალი დაკიდების გეომეტრიებს შორის ძალიან მცირე იყო და არც თუ ადვილად გასარჩევი. ნორისის ვერსიაზე ზედა ბერკეტი ბორბალთან შეერთების ადგილას იყო ოდნავ უფრო განივი კვეთის და ოდნავ მოხრილი. მაგრამ ეს განახლება არ მოქმედებდა ბოლიდის სისწრაფეზე პირდაპირ გზით. არამედ განკუთვნილი იყო მხოლოდ ნორისისთვის უკეთესი უკავშირის მისაღებად. ეს პიასტრიმას დაადასტურა ინტერვიუში, როცა განმარტავდა თუ რატომ თქვა უარი დაკიდების განახლებულ ვერსიაზე. ასეა თუ ისე დარჩენილ 14 რბოლაში ლანდომ შეცდომების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. მოიგო 5 რბოლა, მაშინ როცა ოსკარმა მხოლოდ 2-ის მოგება შეძლო და საერთო ჯამში თანაგუნდელი სეზონის ამ მონაკვეთში 9-4 დაამარცხა. აქვე უნდა დავამატოთ, რომ ჩემპიონატის მსვლელობის გადამწყვეტ ფაზაში პიასტრის გარკვეული ტიპის ტრასებზე მაღალი შედეგების ჩვენება გაუჭირდა. ხოლო გუნდმა სიტუაციის გამოსწორებისთვის ადეკვატური ტექნიკური გადაწყვეტილება ვერ შესთავაზა. ამას თავისი მიზეზები აქვს. ერთი ის, რომ 2025 წლის ბოლიდის განვითარება მაკლარენს იმ მომენტისთვის უკვე შეწყვეტილი ჰქონდა. მეორე ის, რომ შეუძლებელია ესეთ მოკლე დროში ბოლიდზე რაიმე სიახლის შემუშავება და დანერგვა. ახლა მთავარია, რომ 2026 წელს ეს გამოცდილება გათვალისწინებული იყოს.